ძალიან ჭირს მაინც მშვიდობის დამყარება და მოდი აი ტრამპის განცხადებები პუტინზე ვნახოთ და მშვიდობის ალბათობა განვიხილოთ მერე. Yeah, I'll give you an update. I'm not happy with what Putin's doing. He's killing a lot of people, and I don't know what the hell happened to Putin. I've known him a long time, always gotten along with him, but he's sending rockets into cities and killing people, and I don't like it at all, okay? We're in the middle of talking, and he's shooting rockets into Kiev and other cities. I don't like it at all. Mr. President, what do you want to do about that? I'm surprised. I'm very surprised. We'll see what we're going to do. What am I going to tell you? You're the fake news, aren't you? You're totally fake. All right, any other questions? I don't like what Putin is doing, not even a little bit. He's killing people. And something happened to this guy, and I don't like it. You mentioned you're unhappy with President. ეხა თარგმნი რა, აი. აქ ცოტა ექსპრესიაც ჭირდება ესე უბრალოდ მშრალთა. მე პუტინს ვიცნობ. მაგარი კაცია, მაგრამ რაღაცა დაემართა. გაგიჟდა ეს კაცი, კაცო, რაკეტებს ესვრის ქალაქებს და ხალხს ხოცავს, კაცო. თქვენ ფეიქ ნიუსი ხართ, თქვენ მაგ კითხვას რატოსოთ. პუტინი არ მომწონს, რაც გაგიჟდა ეს კაცი. ქალაქებს ესვრის რაკეტებს, ხალხს ხოცავს, ძალიან არ მომწონს ეგ. როდესაც ტრამპი ამ ტექსტს ამბობდა, სადღაც არა, შოთა. ეს ზუსტი თარგმანია, მართლა იგილაპარაკე. შოთა, მე დამასრულები რა. როდესაც ტრამპი ამ სიტყვებს წარმოთქვამდა, სადღაც ერაყში ავღანეთში და განსაკუთრებით ეხა ღაზას სექტორში ვიღაცა ესეთი ბომბი რო დაეცა თავზე და ბეტონი რო აყრია ეგეთმა თავი წამოყო და თქვენ ბიჭო ნამუსი არა გაგცადო ნახე ბიჭო რაკეტების სროლა ქალაქებზე და ხალხის დახოცვა არის ცალსახად კატასტროფული რაღაცა ოღონდ აი ეხლა ამ წუთას შენ რო მაგითი ხარ დაკავებული სხვაზე ვაიმე დედა ეს რას აკეთებს ხალხს ხოცავს ბიჭო ხალხს ხოცავს გაიგე გაგიჟდა კაცო და ამ დროს ამერიკული თვითმფრინავები იქ რაღაცა იემენში აუთოვებენ ისრაელის ავიაცია ამერიკული ბომბებით ღაზას სექტორს უკვე მეხუთედ ბომბავს აი სახლი ხო იდგა სახლი ხო დაანგრიეს ნანგრევები ხო დარჩა მერე ნანგრევები დაბომბეს და ეხლა აი გასწორებული რო იყო იქ ეხლა ორმოებს აკეთებენ რა ღაზას სექტორში ამერიკული ბომბებით მაგრამ პუტინი ბიჭო იცი რა შვება ხალხს ხოცავს განსაცვიფრებელი აი ხანდახან რა მინდა ხოლმე იცი აი შოთას გამოთქმა რო არის კოსმიური სამართლიანობა აი ეგრო მართლა ეგრე მუშაობდეს აი რაღაცა აი ზემოდან რაღაც სინათლის ხილმო რაღაცა მეხი დაეცემოდა ან ასტეროიდი ჩამოვარდებოდა რაღაცა მიწა იძრა გაიხსნა და ქვესკნე აი რაღაცა ზებუნებრივი უნდა ხდებოდეს ეხა ესეთი ტექსტები მან სხვა კუთხითაც შევხედოთ ეხლა რა ეს ერთი რო ამერიკას ის ხალხს ხოცავს ეს აღმართებელია ერთი ეგ არის ამერიკა რომ მაგას ლაპარაკობს მაგრამ მეორე ანუ ეს რაზე ილაპარაკა მოლაპარაკები მიმდინარეობს და ამ მოლაპარაკებების თითქოს არ დასრულებული ჯერ მოლაპარაკებების პროცესში რუსეთმა ყველაზე დიდი სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინაზე, რაც აქამდე მომხდარა. დაახლოებით 300-მდე დრონი ისროლეს ერთ ხამეში და დაახლოებით 70 სხვადასხვა ტიპის რაკეტა. და თან კადრები დაიდო, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვა მართლა გაარღვიეს იქ უკრაინელები კიევი. ანუ სხვა ქალაქებში კიდე გასაგებია ხა მთელი ეს საერთაშორისო კიევის გარშემო კონცენტრირებული კიევის საერთაშორისო თავდაცვა გაარღვიეს. და ეს რო გაარღვიეს, ნუ თან უკრაინელების იქ ანალიტიკოსები, სამხედროები იმათი განცხადებებითაც იყო და ან შეშფოთებული განცხადებები რომ გაგვარღვიეს და არ ყოფნის საჰაერო თავდაცვა დასავლეთურმა წყაროებმაც აღიარეს და ამაზე ხო რაღაცა ისეთი უნდა იყოს, რომ ნუ ალბათ რაღაცა ეს რანაირი მოლაპარაკებები ამათ ახლა ვაჩვენებს ეს, ხო და ტრამპის ეს რეაქცია იყო ეს, რომ ეს რა ვიცი პუტინი მე მგონი რა ვიცი რაღაც მოუვიდა ამ კაცს რაღაც მოუვიდა საერთოდ არ მომწონს ეს კაცი ბოლო დროს და რამის გაკეთებას აპირებთ ამასთან დაკავშირებით და fake news ხარ. შენ fake news ხარ. რაღაცას ალბათ ვიფიქრებ, მაგრამ შენ ხო არ გეტყვი შენ fake news. ხო და სანქციებს დაადებ და არა სანქციებს წინააღმდეგ. ხო და აი ეხლა სინამდვილეში ეს გამოხატავს პუტინი რასაც აკეთებს ეს ტრამპს ძალიან არ მოწონს
ანუ ну ძალიან არ მოწონს ეგ გამოიხატება იმაში რომ დაგმო ვერ იგდებია ეგ გამოიხატება იმაში რომ ვერ არა თან რა არის იცი მან ხო სინამდვილეში თავარი რაც ის ჟურნალისტი ეკითხება ეგ არის ხა კი არ მოგწონს ეხლა მაგრამ რამეს გააკეთებ მაგისთვის და ეხლა მაგას ვნახავთ რამეს გავაკეთებ თუ არა შენ ხო არ გეტყვი რას გავაკეთებ შენ საერთოდ ვინ აღარ რაღაც ფეიქ ნიუსი ხარ ხო ანუ მან საინტერესო ის არის რომ მოლაპარაკებები იმართება ეხლა მართლა რაღაცა ზალპი გაუშვა რუსეთმა მოლაპარაკების დროს რაღაცას ეს ნიშნავს ისე ხო არ არის რომ არაფერს არ ნიშნავს არა მოლაპარაკებები იმართება და რაკეტების ყველაზე დიდი რაოდენობა მიფრინავს ქალაქზე ეგ რაღაცას ნიშნავს და მაგაზე პასუხი ის რომ ნუ არ მომწონს უი დედა ეს რა შვება ო ეგ არ გავაგზავნო ცხოვრება ეგ არ არის ის პასუხი რასაც ელოდება უკრაინა ხო ეგ არ არის ის პასუხი ერთ ფილმშია რა აი ორი რაღაც გავლენიანი ფიგურა ერთმანეთს მოსალაპარაკებლად უნდა შეხვდნენ და ერთი დააგვიანებს რა დაგვიანებით მოვა და ის პირველი დაუწყებს თან ცოტა რთული მოლაპარაკებები უნდა იყოს და შენ დააგვიანებო და როცა აგვიანებთან 10 წუთზე მეტითო ეგ რაღაცის თქმას ნიშნავს და ცოტა რომ ამაში დაიძაბებია რავი აგერ აქავარო და თუ როგორც გინდა ისე მიიღო აი აქავარო და ვილაპარაკოთ გაიგე და რა თქმა უნდა ახლა როცა ძალიან დაძაბული მოლაპარაკებები მიმდინარეობს დიდი სარაკეტო ზალპი მაგ დროს ეგ რაღაცას ნიშნავს და ნუ მე მაგის პასუხად იმის გაგრძელება სხვათა შორის თქვენს ამერიკის წარმომადგენელმა ჩვენ აი ეს რამბაკი გააკეთა ის განცხადებებიო მაგრამ ნუ ეს არ ნიშნავს რომ ამერიკა პენტაგონმა გააკეთა განმარტება მაინც გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია ნუ საბოლოო ჯამში საკითხი დადგა ისე რომ ნუ აგერ ვისროლეთ და როგორც გინდა ისე გაიგეთ თუ გინდა ვილაპარაკოთ თუ გინდა არა მოდი ცოტა უფრო კონსპიროლოგიურ ვერსიასაც შემოგთავაზებ და თქვენც რა სიტყვით ამასთან დაკავშირებით როდესაც რუსეთი ბომბავს რაღაც დაუნდობლად უკრაინას და ზრდის ამ ტემპებს ამ მასშტაბს თვალსაჩინო ინფორმაცია ვრცელდება რომ შეიძლება რუსეთმა აი ეს ერთ-ერთი მართლა ეფექტური იარაღი ხო დრონია ეს ირანული წარმოშობის დრონები რომელსაც ახლა რუსეთი აწყობს აი ტრამპს რო უნდოდა იგივეს გაკეთება და პენტაგონმა 25000-ის ნაცვლად 40 მილიონი რო შესთავაზა ერთეულზე. აი მაგეებს, მაგ დრონებს შესაძლებელია რუსულმა სამრეწველო კომპლექსმა დღეში 1000 ცალი გამოუშვას. ნუ 1000 ცალი. ეხლა აკეთებენო სადღაც საუბარია 300-ზე დღეში. და შეიძლება 1000 იმაზე ერთეულამდე გაზარდა. მოდი ჩავთვალოთ რომ ეგ არის გაბლოკებული. და ჩავთვალოთ რომ აი 1000 ვერ აწარმოებს, აწარმოებს ნუ აი 500. არა, ეხლა აწარმოებსო 300. ხო და აი ეგ ნიშნავს რომ ორ დღეში ერთხელ 1000 დრონიანი ზალპის გაშვება თუ შეუძლია. დღეში აწარმოებს, მე მგონი 3 დღეში ერთხელ თუ დღეში აწარმოებს. დღეშია, დღეში. ხო და რაღაცა არანორმალური ციფრები არის სინამდვილეში. რატო ეხა რომ მოინდომოს რუსეთის სამხედრო არა, არანორმალური ამ ომის ფარგლებშიც კი, ანუ ეგ ნიშნავს რომ შენ თუ მაგ დრონებს დააგროვებ, ცალსახად შეგიძლია იმ რაოდენობის ზალპის გაშვება, რომ არც ერთი რეალურად არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემით მაგის გაჩერება უკვე შესაძლებელი აღარ არის. როგორ ჩანს, ეხა ეს ყველაფერი ხო დათვლადია, კაცო. ეს ხო არ არის ისეთი საკითხი, რომლის წინასწარ განსაზღვრა და წინასწარ ამ ყველაფრის დაგეგმვარება შეუძლებელია. ხო ეხლა თუ ვაკეთებთ სიტყვას 300 დრონს, რაღაც რამდენი თვე ჭირდება, რომ 1000 დრონზე გავიდეთ. ეგეც დათვლადია. მოწინააღმდეგეს რა შესაძლებლობები აქვს, რომ ეს ჩვენი დრონი ჩამოაგდოს? არაფერი არ აქვს. ამერიკა თუ არ ჩაებმევა ამ კონფლიქტში. და ეს ყველაფერი დათვლადია და დათვლილია, რომ დროის ამბავია უკრაინის
ფრონტი. უბრალოდ გაიწელება რამოდენიმე წელიწადზე, მაგრამ მაინც გასაგებია, რომ ვისაც მეტი რესურსი აქვს, ვისაც მეტი რაკეტა აქვს, ვისაც მეტი ჭურვი აქვს, ვისაც მეტი ფული აქვს, ვისაც მეტი ჯარისკაცი ყავს. და ვისაც უფრო მეტად სისტემური მიდგომა. ვისაც ხო, მე სისტემური მიდგომა აქვს, უფრო ეფექტურად აწარმოებს ამ საბრძოლო მოქმედებებს, ის გაიმარჯვებს ახლა რა თქმა უნდა, როგორც ნაპოლეონ ბონაპარტი იტყოდა, ღმერთს უყვარსო დიდი ბატალიონები და მე ამ განცხადებაში რას ვხედავ, ვიცი? შეიძლება ვწდებოდე და ხვალ ტრამპი მთელ ამერიკულ ჯარს უკრაინაში შეიყვანს ისე ხუმრობისთვის ვამბობ, მაგრამ ეგეც თეორიულად შესაძლებელია. მე მგონია, რომ ეს უბრალოდ კეთდება იმისთვის, რომ გარკვეულწილად, აი დიპლომატიურად თავი აირიდოს იმ პასუხისგებლობისგან, რაც ამერიკას ზოგადად აკისრია უკრაინის წინაშე. ხა ტრამპი იმას ხო ვერ იტყვის, რომ რა კარგია პუტინი, რომ უკრაინას ბომბავს ყოველდღე.